აუ ჩემი კაი აჯიკა. გამარჯობა მეგობრებო. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვიღებთ სუშის განხილვას. და ეს სუში არის ქუთაისში ყველაზე საუკეთესო სუში, არა ერთ-ერთი, ყველაზე საუკეთესო სუში. თუ მიხვდით რომელ სუშს განვიხილავ, დაწერეთ კომენტარებში. და მგონი დროა დავწყოთ. ეს სუში არის რა თქმა უნდა ჰაკენი. ძალიან დიდი მადლობა ჰაკენს იმისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა. მარტივად რომ მიაგნოთ, დებარეობს თეთრხიდან, კონკრეტულად კი გრიშაშვილის 19 ნომერში შეგიძლიათ ეწვიოთ და დააგემოვნოთ არაჩვეულებრივი სუში. ასეთი ჯერ არ ვიცი, ძალიან სოიო соуსი როგორც გავარკვიეთ, როგორც იქნა ქვია სოიო соуსი. დაგემოვნებით, იცით რა გემოვნებია და იცით რომ ვაფანატებთ ამ სუშზე. მოდი დღესაც განვიხილოთ, გავიდა რაღაც დრო, იმ პირველ ვიდეოში იყვნენ ახლები და რამე ხო არ შეიცვალეთ, ხო არ გააფუჭეს, არ გვინდა რომ მოგატყუოთ, რომ ნახოთ, აბა ახაც თუ კაი, ესე იგი საუკეთესო იქნება ყოველთვის. დავიწყოთ. აბა პირველი ლუკმა მიუხედავად ყველაფრისა მნიშვნელოვანია. სულხარეთ მოდის პატარა. ჩამა, ვაიმე ვაფშე უკეთესი გემო აქვს. ნე სუშის გემო აქვს რა სხვა რაღაცეების აქვს. ორაგულიც აი ჩავკბიჩე იმ ხელა არა ორაგული. აცი იყო نيكოლოს დამეთანხმები იმაზე უფრო გაგემრიელებულია, გაცუდებული კი არა, ძალიან მაგ შავი ხიზილალაც დაუმატებიათ, ნახე. სახელები მაინც ვერ ვისწავლეთ ამ სუშის და ჩვენი თხოვნა სამწუხაროდ ჰაკენმა არ გაითვალისწინო რომ დააწეროს, მაგრამ არა უშავს. სინჯოთ ეს უცნობი. სახელო. მე დღეს გარდავიცვლები. მაგარია. აუ ჩემი კაი აჯიკა. ზუსტად მასე ვარ დავდებილდი. ვარ რა მაგარია. შეგახსენეთ რომ გამოიწეროთ არხი აუცილებლად. ძალიან მაგარია რა და დალაიქეთ რა. აუცილებლად დალაიქება. მოდით ამ ჰაკენში და მას ხო ამბობთ რომ ეს ჭამეთ, ეს ჭამეთ. ყველაფერი ჭამეთ ვაფშე. ასი გახარს, ყველაფერი კარგია. კი, ანუ ჩვენ კომპეტენციაში ეჭვი რომ არ შეიტანოთ, აუცილებლად ეწვიეთ ჰაკენს გრიშაშვილის 19 ნომერში და დააგემოვნეთ ეს უგემრიელესი აფირმო სეტები. სანამ შემდეგ სეტზე გადავალთ, დღეს გამოიძახეთ კრაბის ბურთულები, რომლებიც მოდის ცხლად და გაგიკვირდებათ და მიტანა ხო იყო. და სხვა ობიექტებიდან რომ მოაქვს ცივი ხო მოაქვს ეს კიდე თბილია ეს რაღაცნაირი მატერია შეგინდა რაც აი ორთქლს იწოვს აორთქლილი არაა თბილია ასეთი საყვარელი ბურთუჭკებია რა და არის შიგნით კრაბი ბრინჯია შემწვარი ცხელია ადგილზე არის უფრო გემრიელი იმიტომ რომ დანაგემოვნები გვაქვს აი ნახეთ საინტერესო გემრიელი უცხო სხვაგან მე როგორც ვიცი ასეთი ობიექტებზე არა რაღაცა შეცვალეს. ჩვენ რა გავსინჯეთ იმის მერე. კბილის ხარესოუსი მოდის. ბრინჯი მოდის გარედან შეხრუკუნებული და შინ გემრიელად ჩახარშული. კრაბი მოდის კიდე უსაზღვროდ გემრიელად რა. ადრე უფრო კრაბის გემო უფრო მძაფრი იყო ჩემი აზრით. კი. ახლა უფრო ბრინჯის გემო და რაღაცა соуსის გემო წამოვიდა. ხო, მაგრამ გემრიელია აშკარად. ეს არის ის სუში, ეს რომელიც გავაფრინეთ კოსმოსში. მოიცა, აბა გავსინჯავ და ახლა ვიგეტყვით. ეს იშლება რაღაც. არ უნდა ხდებოდეს. ვასაბი რა გემრიელად დაარტყა. კი, ეს გავაფრინეთ. შენ ეს ჭამე, მე ეს ჭამე და. ეს იყო კოსმოსში. კომენტარებში დაგვიწერეთ, ვინც იცით, აი ეს ავოკადოს გულით რომელიც არის, რა ქვია ამას კოსმოსში რომელიც უნდა ჩამოხვიდეთ. მეგობრებო, სხვა ქალაქებიდან ეს სუში უნდა დააგემონ. ამას ცოტა ცხარე მოაქვს იმას ხო როგორი სუში ეცი ჭამ და ბოლოში ხავს რაღაცა ვაფშე გაგანადგურებს რა ეს იყო კოსმოსში მე მგონია ეს იყო დაწუნებული
კრემყველი ისე გემრიელად მომხვდა ახლა. ნახე ახლა პლუსი რა არის. ეს ხო გავუშვით ჩვენ წინა ვიდეოში კოსმოსში. ამას დაუწერეთ 10-დან 9. დღევანდელ ვიდეოში უკვე ეჭვი გვეპარება რომელი იყო კოსმოსში და რომელი იყო 10-დან 9. ეს რას ნიშნავს? ორივე კერძი ავიდა 10-დან 10-ზე. და ორივეს გავაფრენდი მე პირადად ამწავს კოსმოსში პროზა რაკეტა არ დაზიანებ. ეს არის კარგი, რადგან მარტო ამაზე აქცენტი გაკეთებული, რაც ყველაზე კარგია და უფრო კარგი და კარგი გაკეთონ, უფრო ურჩევნიათ რომ გააკეთოს ყველა კარგი, ერთი და იგივე, ანუ ერთი და იგივე როგორია. გემოში საუკეთესო. მაგალითად მე შემოვედი და ეს არ შეუკვეთე, ხო და სხვა შეუკვეთე და ისიც გემრიელი იქნება და მე სხვასაც გავსინჯა. რა თქმა უნდა, ანუ ყველა სუში თანაბრად არის გემრიელი 10-დან 9. ნუ სხვადასხვა გემოები ხო აქვს, მაგრამ საშუალო მე ყევს 10-დან 9, 10-დან 10, 10-დან 8. დავემშვიდობოთ ჩვენს ერთ გულ გამომწერებს და იმათ ვინც ამ ვიდეოს შემდეგ გამოგვიწერს. ნახვამდის მეგობრებო, კარგად იყავით.